ტურნირს უმასპინძლა. Სულ 12 ორთაბრძოლა გაიმართა, აქედან 2 სამოყვარულო და 10 პროფესიონალური. Ყველა ბრძოლა სანახავრივი გამოდგა. სახელმწიფოს მთავარ ბრძოლაში ლაშა როინიშვილმა შეძლო სოსლან ქოჩიშვილის დამარცხება. საინტერესო წარიმართა თანამთავარი ბრძოლა, სადაც ერთმანეთს ლევან კირთაძე და დიმიტრი გულბანი დაუპირისპირდნენ. გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი რაუნდი დაინიშნა. საბოლოოდ გამარჯვება ლევან კირთაძეს დარჩა. Მამდენი წვალების მერე წონისკლების მომზადების მაგ ყველაფრის შემდეგ რომ გადიხარ რინგზე და შენსაც აკეთებ და მით უმეტეს იმარჯვებ, ეგ ყველაფერი რა თქმა უნდა ძალიან სასიამოვნო და საამაყვარი. მეტოქე იყო ძალიან ძლიერი ბიჭი. ნარახი მქონდა მაგის ბრძოლები, შესწავლილი მყავდა ასე თუ ისე, მაგრამ მაინც მოხდა და გამივიდა დარტყმა. ბრძოლა არის, ხდება ესეთი რაღაცები. კარგი გამოცდილება მივიღე. მოგვეცა შესაძლებლობა რომ ბევრი ეროვნული სახეობა აღვადგინოთ და აუცილებელია ჩვენ მსგავს ღონისძიება დავაორგანიზოთ, მივიღოთ მონაწილეობა. ეს ერთის მხრივ ჩვენი კულტურის ნაწილია და ჩვენი კულტურის მემკვიდრეობის შენახვას უწყობს ხელს და მეორე მხრივ ჩვენი პროფესიული შემდგომ სპორტის განვითარებას. გარემოს ეროვნული